მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ საუბარი განმარტებით. რა არის ანევრიზმა და რამდენად საშიში და სახიფათოა ეს დაავადება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანევრიზმა საზოგადოებაში გავრცელებულია, ასოცირდება სტრესთან, პირველადად როდესაც გებულობენ ამ დიაგნოზს. საკმაოდ სახიფათოა და საშიშია, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რადგან ძირითადად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ. განმარტება ანევრიზმის ნიშნავს სისძარღვის გაფართოებას. თუ სისძარღვის ჩვენ დაახლოებით ზრდასრულ ადამიანებში ვიცით რა ზომის დიამეტრი უნდა იყოს სისძარღვი, როდესაც 50% და მეტად ფართოვდება, უკვე ჩვენ ვეძახით ანევრიზმას. თუმცა მინდა გავაჟღერო აქვე, რომ ბევრი თანამედროვე და ძალიან კარგი მეთოდია, გამოსავალი უკვე არსებობს, ეს აღარ არის განაჩენი და პაციენტებს მკურნალობთ როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ჩვენთან ძალიან განვითარებული ამ მხრივ მკურნალობის გზები. და მკურნალობის მიმდინარეობა როგორია, ანუ აუცილებლად ოპერაციაა საჭირო თუ არსებობს მედიკამენტური ალტერნატივა? დიახ, ნახეთ, მედიკამენტური მკურნალობა სამწუხაროდ არ არსებობს, რომ ჩვენ როგორც რაღაც თქვა ინფექცია, ვირუსი რაღაც მივიღოთ და გაგვიაროს, მკურნალობა ძირითადად ოპერაციული არის, თუმცა ყველა ანევრიზმა, მინდა ხაზი გაუსვა, რომ არ არის სასწრაფოდ საოპერაციო, დამოკიდებულია ზომებზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მუცლის აორტის ანევრიზმების შემთხვევაში, რაც ყველაზე უფრო ხშირია სისძარღვების ლოკალიზაციის მიხედვით, თქვა 30 მმ კი ითვლება უკვე ანევრიზმად, მაგრამ ის ჯერ საოპერაციო ჩვენებას არ წარმოადგენს. ანუ ჩვენ უბრალოდ ზოგ შემთხვევაში პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ვაკვირდებით წელიწადში ერთხელ, თუ ეს არ იმატებს, არ იზრდება ზომაში, შესაძლებელია საერთოდ არ გახდეს საოპერაციო. საინტერესოა, რამდენად განვითარებულია საქართველოში მედიცინა ამ მიმართულებით და ეს მკურნალობის მეთოდები რამდენად მოდის მაგალითად საერთაშორისო პროტოკოლთან. მინდა ნამდვილად სიამაყით ვახსენო, რომ განვითარებულია და ზუსტად იგივე მეთოდებით ხდება ამ მუცლის აორტის ანევრიზმის მკურნალობა, როგორც საზღვარგარეთ, აი რაზეც ვისაუბრე ენდოვასკულარად, უმეტესწილად ბოლო 10-15 წელია, რაც დაინერგა ეს სტანდარტი მასიურად საქართველოში, ბევრი კლინიკა იყენებს და ჩვენ შემთხვევაში თოდუას კლინიკაში ამ მეთოდს ვანიჭებთ უპირატესობას და ნამდვილად ხარისხიანი სერვისის მიწოდება შეგვიძლია პაციენტის. როგორ ხდება ხოლმე აი ამის შემოწმება? შემოწმება ხდება, თქვა, სხვადასხვა ლოკალიზაციის მიხედვით, უმეტესწილად ულტრაბგერით გამოკვლევით, ეხოსკოპიით, სისძარღვების დათვალიერებით, შესაძლებელია, რომ ჩვენ ეს აღმოვაჩინოთ, ხოლო უფრო ინვაზიურ კვლევებს, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამის შემდგომ ნიშნავთ უკვე სპეციალურად. მაგრამ აი აქვე ხაზს გაუსვამ, უმეტესად როგორც საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში, ისე ჩვენთანაც ხშირად არის, როცა შემთხვევით აღმოჩნდება. ანუ პაციენტი საერთოდ სხვა პრობლემით მიდის ექიმთან, ძირითადად რადგან არანაირ ნიშანს არ გვაძლევს მაგალითად. ნახეთ, არის აი ეს კრიტიკული დრო, როდესაც აი თქვათ შეიძლება მოგცეს ნიშანი. ძირითადში არის უსიმპტომო, თუმცა არის ის პატარა ნიშნები, რასაც გვაძლევს აი მუცლის აორტის შემთხვევაში. ეს არის ზოგჯერ ტკივილი წელის არეში გადაცემით, პულსაციის შეგრძნება გაძლიერებული, იგრძნობა მუცლის წინა ზედაპირზე, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველანაირი წელის ტკივილი ანევრიზმა გვაქვს, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. დიახ, ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა. ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში რამდენად სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი და რამდენად დიახ, აი ამით არის ეს დაავადება ვერაგი, რომ გასკდომის შემთხვევაში რისკები ძალიან მაღალია. დაახლოებით 50% ვერც კი აღწევს ხოლმე კლინიკამდე და სტატისტიკა ძალიან ცუდია, როგორც ვთქვათ, საზღვარგარეთ, ისე ჩვენთანაც გასკდომის შემთხვევაში. თუმცა თუ უკვე დიაგნოსტირებულია, სტატისტიკა ძალიან კარგია, გადარჩენადობა ძალიან მაღალია. არსებობს თუ არა გარკვეული ასაკი ან რისკ ჯგუფი? გენეტიკური ფაქტორი, ვისაც გააჩნია, ისინი უნდა იყვნენ მეტად ყურადღებით. პაციენტებს, ვისაც აქვთ ათეროსკლეროზული დაავადება, ამ პაციენტებში უფრო ხშირია. ასაკს რაც შეეხება, უმეტესად სტატისტიკა ესეთია მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, 4-1-თან არის დაახლოებით, ქალბატონებთან შედარებით და 60 წელს ზემოთ პაციენტები შედიან რისკ ჯგუფში, როდესაც თქვათ არც კი ქონდეთ მათ სიმპტომები, შესაძლებელია, რომ ბევრ ქვეყანაში უკვე როგორც კლინიკს, ისე ხდება ამის ულტრაბგერით გამოკვლევა და
და თუ აღმოჩნდება შემდგომ ამის მართვა. პირველი რჩევა, რადგან ჩვენ ამის წამალი არა გვაქვს, უნდა შეწყდეს თამბაქოს მოხმარება, წნევის კონტროლი აუცილებელია, სიმძიმეების აწევა, რაც ხელოვნურად შექმნის, ვთქვათ, მუცლის ღრუში წნევას, აი ასეთი ტიპის დატვირთვისგან თავის შეკავება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ნიშნავ, ვთქვათ, холესტერინით ნაკლებად მდიდარ დიეტას და ასე შემდგომ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვაქვს არ გაიზარდოს, ან თუ არ გვაქვს არ დაგვემართოს. დიახ, და ძალიან საინტერესო, როგორ იცვლება ოპერაციის შემდეგ პაციენტის ცხოვრება, რაღაცა განსაკუთრებული მოვლა პატრონობა არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას უნდა აკეთებდეს თუ აი როგორი არის მისი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ. დიახ, ნახეთ, ოპერაციები ორი ტიპის არის, როგორც არის ღია ოპერაცია, ან ჭრილობით გაჭრით ოპერაცია, ასევე არის ახალი მეთოდი, რაზეც ვახსენეთ დასაწყისში, ეს არის ენდოვასკულარული მიდგომით, როდესაც პაციენტის ოპერაციის დრო ძალიან შემცირებულია, თუ ღია შემთხვევაში 4 საათი გრძელდება, ამ შემთხვევაში 40 წუთი 1 საათი გრძელდება. რეაბილიტაცია ძალიან ადვილია, იმ მხრივ, რომ პაციენტი შესაძლებელია მეორე, მესამე დღეს დატოვოს კიდევაც კლინიკა, დაკვირვებას, რა თქმა უნდა, ვახდენ დინამიკაში კონტროლს, თუმცა ენდოვასკულარული ჩარევით არ აქვს პაციენტ ჭრილობა, ანესთეზია, მხოლოდ ფეხიდან ხდება სტენტგრაფტის იმპლანტაცია და ფაქტიურად ეს პრობლემა სრულად გადაჭრილია. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად პრევენცია მოახდინოს თავისი სიზარდების მოვლა, ესე ვთქვათ. წუთი გვაქვს დარჩენილი დაახლოებით. ანუ შეცდომას რაც შეეხება, ალბათ მაინც უფრო დავარქმევდი, როდესაც აგვიანებენ ამ სიმპტომებს, ვთქვათ, პატარა სიმპტომებს, არ აქცევენ დიდ ყურადღებას და მაინც უფრო არის ხოლმე, როცა ითმენს ადამიანი და ბოლო მომენტამდე, სანამ ეს, ვთქვათ, არ გადადის ტკივილ, აუტანელ ტკივილში, არ მიმართავს, როდესაც საწყის ეტაპზე ბევრად ადვილია, როგორც ვახსენე, ამ პრობლემის გადაჭრა, ვიდრე როდესაც უკვე დაგვიანებულია, გასკდომის შემთხვევაში ძალიან ცუდი არის სტატისტიკა ყველა ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო სიზარღვთა ქირურგი ბატონი გიორგი დეისაძე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის.